ხალიდ ჰოსეინი, ფრანით მორბენალი. წიგნი ერთ წუთში. გჯერათ, რომ წარსულის დამარხვა შესაძლებელია. ხალიდ ჰოსეინის ფრანით მორბენალი. სინამდვილეში ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმა ლაჩრულმა დუმილმა მთელი ცხოვრება დაგიქციოს. ქაბული, ომამდე. ამირი მდიდარი ბიჭი და ჰასანი მისი მსახურის შვილი. ჰასანი ამირისთვის ყველაფერს გააკეთებს. მისი ერთგულება უსაზღვროა. შენთვის 1000 ჯერაც. მაგრამ ამირი მზადაა ჰასანი მსხვერპლად შეწიროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მამის თვალში ამალდეს. ზამთრისის დღე, როცა ლურჯი ფრანი ჩამოვარდა. ამირი ხედავს, როგორ ძალადობენ ჰასანზე ბნელ შესახვევში. ხედავს და არაფერს აკეთებს. ის გარბის. იმ დღეს ამირმა არა მეგობარი, არამედ საკუთარი სული დაკარგა. ეს არ არის უბრალო შიში, ეს არის ღალატი, რომელიც სისხლით იწერება. წლები გადის. ამირი ამერიკაში გარბის და ცდილობს წარსული დამარხოს. მაგრამ წარსული საფლავიდან ამოდის და ჩრდილივით დაგდევს. დანაშაულის გრძნობა კოშმარივით გახჩობს. არსებობს გზა, რომ კვლავ კარგი გახდე. მაგრამ ეს გზა ნანგრევებზე, ტკივილსა და სისხლზე გადის. ფრანით მორბენალი გვასწავლის უმძიმეს გაკვეთილს. გამოსყიდვა შესაძლებელია, მაგრამ მისი ფასი ყოველთვის სიცოცხლის ტოლფასია.